მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გვაქვს მეორე გასვლითი ეპიზოდი. ვიმყოფებით ახლა კახეთში, ალაზნის ვილის სადღაც მიმდებარედ, ვეძებთ ადგილს. მივდიოდით გეგმით ვაშლოვანში. ძალიან გაგვიწვიმდა, ძალიან დიდი ქარი იყო, შესაბამისად ვიცოდით წინასწარ რომ ამინდი ცუდი იქნებოდა და წამოვედით ძალიან ადრე, დილის 5 საათზე. ახლა არის 9 საათი და დავუშვებთ საბურავებს, რაღაც ადგილები ვნახეთ, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და უფრო მეტ ალტერნატივას ვნახავთ, რომ ჩვენთვის საუკეთესო ადგილი ვნახოთ დასარჩენად მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეხლა დავუშვებთ საბურავებს და ნელა-ნელა ვიბოდიალებთ, რომ ვიპოვოთ გასაჩერებელი ადგილი. ამჯერად ამ ეპიზოდში მარტოები არ ვართ და რაპტორსაც იხილავთ მოკლედ. ახლა დავუშვებთ საბურავებს. წინა ეპიზოდში საბურავების დაშვების სრული პროცესი ვერ გაჩვენეთ, რადგან ხელი მქონა ძალიან ნატკენი და ამ დისკებზე პრობლემა გვაქვს აი ესეთი, მოკლედ აი ეს პიპკა არის ქვევით და ამას კიდევ აი ამ ხელა თავი აქვს. შესაბამისად ამის მორგება არც ისე მარტივი არის. იმიტომ რომ გაზდის მოკლედ. და ჭირდება წვალება. ხან პირველი ცდიდან გამოდის, ხან ვერა. მოკლედ ამას ახლა მოვარგებთ და გაჩვენებთ როგორ ხდება უკნიდან დაშვება. გვაქვს ესეთი ორთავიანი შლანგი დასაშვებად და დასაბერად. გვაქვს ჩქარი დაერთება, როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის მხარეს. ეს არის მოყვანილი საბარგულიდან და ესე მარტივად წკაპ ვაერთებთ, წკაპ ხსნით. ეხლა იმიტოქნა რომ მეორე მხარე გვაქვს დაერთებული, მძღოლის მხარე. და ეხლა უნდა დავაერთოთ ეს მხარეც. ხო, აქ გვაქვს უკან კომპრესორი, თუ გამოჩნდება სტაფილოსფერი და აქ გვაქვს ბარომეტრი. ბარომეტრზე გვაქვს დაერთებული როგორც საბურავების დაშვება, ასევე დაბერვა. ეს არის კომპრესორის კნოპკა. ეხლა წნევა დაიჭირა და გვაქვს ორი ჩამრთველი. თუ გადავწევთ ამას, მაგ შემთხვევაში საბურავებს დავბერავთ, ანუ დავიწყებთ დაბერვას. და როგორც დავაკვირდებით, ეხლა რო გავაჩერო, წნევა იმატებს. ხოლო აქეთ ამ მხარეს გვაქვს დაშვება და კომპრესორი გამორთოთ. ესე მარტივად ვიღებთ და 4 საბურავში ერთდროულად ვარეგულირებთ ერთ წნევას. აუ ცოტა ხანი ესე ჰაერს დაუშვებს, ავიღებთ, გავაჩერებთ, დაველოდებით რამოდენიმე წამს რომ წნევა ერთზე გაჩერდეს და როგორც ხედავთ 1 და 6-დან 1 და 5-მდე ჩამოვიდა და ამით ყველა საბურავზე ერთი და იგივე წნევას ვიღებთ. ესე მარტივად მოკლედ. დაბერვა ზუსტად იგივე პრინციპით ხდება. მოკლედ ვიპოვეთ რაღაცა კაი საკემპინგი ადგილი ვრანგლერისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს, რომ მეორე მანქანაც ყავს და მეორე მანქანა სტანდარტულ პიკაპებზე ძალიან დიდი არის რა და ვეძებთ ცოტა შესაბამის ადგილს. ესეთი ლამაზი პატარა ტბა ვიპოვეთ. ლამაზი ადგილას არის. მაგრამ არის ძალიან ღრმა. ლუკი და ლუკა. ეს ლამაზ ადგილს დავაბანაკდით. როგორც კი მოვედით და დავაბანაკდით, მაშინ ვისადეთ, რადგან ძალიან დაღლილები ვიყავით, 5 საათიდან გამოსვლები ვიყავით. როგორც გითხარით, წასვლას ვაპირებდით ვაშლოვანში, თუმცა არ გამოვიდა ამის გამო წვიმდა ძალიან და ქარი იყო და ვაშლოვანში
მაგ ამ ამინდში არ იქნებოდა კარგი. თუმცა ამოვედით ყვარლის ტბაზე. ძალიან კარგი ამინდია, ყვარლის ტბასთან ახლოს დავბანაგდით, ულამაზესი ადგილია, მოწესრიგებული, აშკარად იკრიბება ხალხი და ჩვენც აქვე ვართ, ოდნავ მოშორებით, რა თქმა უნდა, ამ ადგილიდან. თუმცა მგონი ძალიან ლამაზი ადგილია. თავადაც იხილავთ კადრებს. ახლა კი დავანთეთ ჩვენი ახალი ფეჩი და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ბუნებაში. აბა რა გითხრა? აი, გამიხარე, რომ მოხდა შენი ახალი ფეჩი. ძალიან მაგრად მომწონს. ფეჩზე მოყევი ბიჭო. გაგვეთვალიერებდი. მილიონერების ფეჩი არის. მილიონერების ფეჩი. რა? სხვანაირად ბურჟუაზიის ფეჩი. ბურჟუაზიის. ბურჟუაზიის ჩინელების გაკეთებული ფეჩი. ბატონო გიორგი, ინტერვიუს ავიღებ. ბატონო გიორგი. 1-2 სიტყვით ვითხარით, რატო ხართ ესე აღშფოვანებული ცეცხლის დანთებით და ფეჩთან ჯდომით? მაგაზე კითხვა-პასუხი არ მაქვს. ყველგან სადაც ხელი მიგიწდება, ყველგან რაღაცა სანთებდა. ხო, ბავშვობიდან სახლი დავწვიკინა ამ ორჯერ. სკამის და ჩემი თავიც. მეტი მე მგონი, და რამოდენიმეჯერ კინაღა მავფეთქდი, ბებია ჩემთან. სხვა არაფერი. სულ ცეცხლს ვანთებდით იმა ეზოში და მაგიტო ალბათ, არ ვიცი. აი რა აქვს ახლა ფეჩს აქვს საჩხრეკი. გამოიწერე ჩინეთიდან ჯერები. ხო, ჩინეთიდან გამოგვაწერინა ჯაბამ, ჩვენმა მეგობარმა $150 და საქართველომდე კიდევ 90 ლარი გადავიხადეთ ტრანსპორტირებაში და 80 თუ 70 ლარი DGG-ში. და всё მე მგონი. საქართველოშიც იყო ესეთი. კობახიძესაც ფული მივეცით. ახალ წელს გამოვიწერეთ, მაგრამ 4 თვე ველოდეთ. ეს აქ ყველაზე მაგარი რა. ღუმელი. პატარა არის, მაგრამ მოდელს რო იზავ, გადაიღებ? აი, გადაიღებს. ჯერ უნდა გაცხელდეს, ჯერ არ გაცხელებულა. მოდელის ნაყინი ფეჩს მოყვაჩინეთ. არა. მაქსიმუმზე არს გაგვიცხელებია, მაქსიმუმზე, არა, ერთხელ გავაცხელეთ სახში აივანზე, მოკლედ. ეხლა ტყეში პირველად არის დანთებული და დაახლოებით 180 გრადუსი უკავია თუ იმაზე დავანთებთ, ნაკვერჩხალზე. ხო. და ოთახშიც ჯერჯერობით არ გაგვიტესტია. საბურავ. რა? შენ გახიე. ვიდეოზე? просто. გახევათ არ არის. ამას რა პონჩი უბერავ, ბიჭო. ამას რა პონჩი უბერავ, ბიჭო. ჰა? ის რა წინას დაიბერავ, მამა. მოკლედ ვერავთ იმისთვის, რომ ცოტა დანგრადზე უფლება მივცეთ. დანგრადზე რომ მეტი ისე. მარტივად რომ დანკრადზე დავდოთ. მე ვერაფერში. მოკლედ კემპინგის დროს მოვიდნენ როგორც ვთქვათ, აქ არის დაბრძანი ადგილი, მოწესრიგებული, მოვიდნენ სხვა ადამიანებიც და იქიდან გამომდინარე, რომ წყნარად გვინდა დაყოფა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, გადაწყვეტეთ, რომ სხვა ადგილას გადავიდეთ. დაგვიზიანდა, აქ რომ მოდიოდით მანქანის საბურავი და სხვა დროებით სხვა საბურავს ვუკეთებთ, რომ უკანასკნელზე მივიდეთ შევცვალოთ საბურავი და შემდეგ უკვე წავიდეთ სხვა ლოკაციები და იქ გავაკეთებთ. ასეც ვითარებაში ვართ ახლა.
მეორე მანქანა. ოპერატორ. ამა შეხედე, გიო. მოდი. გიო, მოდი. ჩატყდა, რა ქვია მაგას? კლუჩი. ცოტა კარგი მოდიეთ, ბიჭო, რა გა? მდგომარეობა არ არის. გავხესტო? დავაი. მე მგონია რომ ერთ-ერთმანეთზე უკეთესი ნაბორები. გიო. ნახოთ, მაიცა მივიდა მე იქ ტორმოს დავაჭირო. ხო არ დაუშვათ, მამი? არ ვიცი. ჩაჯდა? კახური ბუშკრაფტინგი. თავარი ახალგაზრდია. გიო, რა ხდება, აბა გითხარი რაც ვაპირებთ. ნუ ყველაზე მთავარი გავაკეთეთ ის რომ საბურავი შევცვალეთ და ველოდებით კიდევ ერთხელ ჯაბას. ჯაბას ველოდებით იმისთვის რომ მოგვიტანოს ახალი საბურავი. რომ იმ არსებულ დისკს მოხსნათ გახეული და შემოვაცვათ ახალი. ეს კი დროებით რომ მიიყვანოს მანქანა ვულკანიზაციამდე. ამასობაში კი ლოკაციასაც შევიცვლით, რადგან ცოტა ხალხმრავალ ადგილად იქცა აქაურობა. მოკლედ პატარა განახლება გვაქვს დაუბრუნდით ბანაკში, რაპტორზე დავაყენეთ საბურავი. მედალოკი ვართ. და წავიდნენ მოკლედ ახალი ბანაკის სანახავად. ჩვენ ამ მანქანით ვიყავით უკვე, მაგრამ რანგლერში ცოტა ადგილია და ყველა წავიდა რაპტორით. მედალოკი ვართ ბანაკში მოკლედ. ეს ჯიგარი ჯალამბრით არის ჩაბმული. ლოკი. რაპტორი რაც დაიძრა, საერთოდ არ ინძრევა. ხო. ჯალამბარზე ყავს დაბმული იმის გამო, რომ აქვე ხალხია და ეშინიათ და ვერ უშვებთ. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მაყურებელს, ვინც კომენტარი დაგვიწერა, თავის ასრი გაგვიზიარა, ვიდეო დაგვილაიქა. ძალიან მადლობლები ვართ. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც დამწყები იუთუბერებისთვის და დიდ мотивაციას გვაძლევთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ. ასე რომ არც ახლა დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, კომენტარის დაწერა და მადლობერი ვიქნებით თუ გამოგვიწერთ. ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება სამწუხაროდ.
ჩვენს გასვლებზე წინა ვიდეოშიც ნახავდით, რომ ის არ წავიდა ყველაფერი როგორც მინდა და მაგრამ ამის გამო არ უნდა დავკარგოთ мотиваცია, არ უნდა დავკარგოთ ის ენერგია და პირიქით უფრო საინტერესოც არის ესე. მაგრამ ვაშლოვანამდე მაინც აუცილებლად მივალთ. ხო, აუცილებლად მივართ როგორც ვაშლოვანამდე, ისე დავრუნდებით რაჭაში. ბევრგან მივალთ მოკლედ, მაგრამ რაჭაში ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და აუცილებლად დაელოდეთ ჩვენს ვიდეოებს. მალე იხილავთ ვაშლოვანის ვიდეოსაც და ასევე მოდი ისიც ვთქვათ, ბარემ შენ დაიჭირე. აუ ისიც ვთქვათ, რომ ძალიან ბევრმა გამოიჩინა ინტერესი, მოკლედ ძალიან ბევრმა გამოიჩინა ინტერესი კონკრეტულად Wrangler-ის ელექტროობაზე და არა მარტო ელექტროობაზე. ძალიან გვიხარია რომ გვწერთ, რაღაც კითხვებს გვისვავთ, რჩევებს გვეკითხებით, ან ასევე წინა ვიდეოზე ძალიან ბევრი რჩევა მივიღეთ როგორც გადაღებაზე, ასევე ლოკაციებზე. მისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და Wrangler-ის ელექტროობის ვიდეოსაც მალე გადავიღებთ, რადგან Wrangler-ს ცოტა რაღაც მოდიფიკაციები უნდა გავუკეთოთ და მოკლედ დაელოდეთ ვიდეოს არხზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავი სურათი გადავიღეთ, ულამაზი სურათები გამოვიდა, ფილმითაც, კამერითაც და შემოდით ჩვენს Facebook და Instagram გვერდზე და აუცილებლად ნახეთ, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ხილად წაიღე. ოპა, მეორე ოპერატორი. ეს ხო? ჰა, რომ მორჩები ორი წამი მოდი ჩემს. აგერ დღეს ვამზადებ პამიდრის კრემსუპს, ძალიან მარტივია და გონია რომ ასეთ პირობებში ყველაზე ისეთი კარგი კერძია. დავიწყოთ მომზადება, გვჭირდება, დიდ პორციას არ ვაკეთებთ, გვჭირდება 4 პამიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი 2 თავი და 3 თავი ნიორი. ამას ყველაფერს გავამზადებ და შემდეგ გადავინცოცოთ უკვე გამოსაცხობად. ვაკეთებთ ყველის ტოსტებს კრემსუპისთვის, გავხეხოთ ყველი მარტივად და გუმაზე მოვამზადებთ. უფრო გემრიელი იქნება ჩემი აზრით. აგვიწენდა მეორე დღე. კაი ამინდია, რამე სხვათა შორის აფერმა არ შეგვაწუხა, პირიქით დაგვრცხა, ფეჩი ქონა დაყენებული. აქვე მდინარე გვაქვს, გამოვისეირნეთ. ძაღლის ბედნიერი არის, დარბის წყალში ჩადიოდა. ალბათ კადრებს იხილავთ.
და დღევანდელი გეგმა არის, რომ უბრალოდ ჩავლაგდეთ, მანამდე ვჭამოთ და დავიძრათ უკვე სახლისკენ. და მერე უკვე ოდესაც კიდევ აქ ჩამოსვლა და ვაშლოვანის მონახულება.